მოგესალმებით თქვენ უყურებთ გადაცემას აღმოაჩინე და გაიცანი დღეს ისევ ჩემი დღეა და ჩემი სტუმარი არის ისევ თაკო მაგრამ დღეს ის არ არის ჩემი რესპონდენტი თქვენ ალბათ ძალიან კარგად გახსოვთ ყველას ის პერიოდი როდესაც ჩვენ ეს ფორმატი დავიწყეთ როდესაც ნებისმიერ თქვენთაგან შეეძლო ჩვენთან მოსვლა შეეძლო მოეყვანა თავისი სტუმარი ჩაეწერა აღმოეჩინა და შემდეგ უკვე ფართო მაყურებლისთვის გაეცნო ერთი სეზონი ეს ფორმატი გაჩერებული იყო და აი დღეს სწორედ ჩემი სტუმრის დამსახურებით მე შემიძლია თამამად ვთქვა რომ დღეიდან ეს ფორმატი განახლდება და ასე რომ გელოდებით ყველას ვინც უკვე იყავით ჩვენთან და მართლა ძალიან კარგი გადაცემები ჩაწერეთ და ვისაც გინდათ რომ უბრალოდ სცადოთ თქვენი ბედი გადაცემის წამყვანის ამპლუაში მოხვიდეთ მოიყვანოთ თქვენი სტუმარი გაგვაცნოთ ჩვენს და ფართო საზოგადოებასაც თაკო მადლობა რომ ისევ ხარ ჩემთან სხვათა შორის იმ რამდენიმე დღის შუალედში რაც ჩვენ ვისაუბრეთ და გადაცემა ჩაწერეთ ბევრი სიახლე მოხდა შენ ცხოვრებაში უკვე გაგვიმხელ თუ დაველოდოთ არჩევნების ძალიან კარგი დაველოდოთ იმ პროცესებს რა პროცესებმაც ახლა უნდა გამლოს კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის რომ ზუსტად გაიგე იმ დღეს ჩვენი გადაცემის არსი და გვეხმარე აღმოგვეჩინა კიდევ ახალი სახეები ადამიანები რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ შეიძლება არ იცნობს ახლა ის მაყურებელი რომელიც ჩვენ გვიყურებს მაგრამ იმსახურებს ჩვენი სტუმარი რომ მას ფართო საზოგადოება იცნობდეს ასე რომ მე გტოვებ გადაცემის წამყვანის ამპლუაში და უკვე დანარჩენი გაგვეცანი ვინ იქნება შენი სტუმარი რატომ გადაწყვეტე რომ ის იყოს შენი სტუმარი თუმცა ერთს გაგაფრთხილებ რომ გადაცემის ფორმატი არის 20 წუთიანი და 20 წუთში უნდა ჩავატიროთ ეკი სანამ თაკოს გადაცემდე სიტყვას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ნებისმიერ თქვენთაგან შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან მოიყვანოთ თქვენი სტუმარი ჩაწეროთ აღმოაჩინოთ გაგვეცნოთ ჩვენს და გააცნოთ ჩვენს მაყურებელსაც მოგესალმებით უკვე ჩემს სტუმართან ერთად დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი თეა გოლოშვილი თეა ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს მაგრამ მე მინდა რომ თავად წარუდგინო შენი თავი ჩვენს მაყურებელს იმედია რამოდენიმე სიტყვით მოკლედ გვეტყვით თქვენს შესახებ დავიბადე ქალაქ გორში დავამთავრე გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა წარჩინებით შემდეგ გავაგრძელე სწავლა გორის სამხატვრო სასწავლებელში რომელიც ცხინვალიდან იყო გადმოტანილი მე ვიცი რომ ძალიან ლამაზი და თბილი წლები გაატარეთ სტუდენტობის პერიოდში და აი რა გახდა თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი და დღემდე რა სიგონებთ ყველაზე თბილად თუ შეგიძლიათ ორი-ორი სიტყვით ამის შესახებაც რომ გითხრათ რამე ძალიან ისეთი თბილი გარემო იყო თვითონ ჩვენ სამხატვრო სასწავლებელში მასწავლებლები ძალიან გვერდში გვიდგნენ თვითონ კურსიც ისეთი შემხვდა ყველა ძალიან მეგობრული იყო და ტექნიკუმში ხშირად გასაღებს მასწავლებელი ჩვენ გვიტოვებდა რომ მთელი დღე გვეხატა ტექნიკუმში რომელიმე პედაგოგს თუ გამოარჩევთ დიდი ნოსტალგიით ან რომელიმე პედაგოგის სიტყვები თუ შეასრულეთ ყოველთვის მახსოვს სიტყვები ნუგზარ ჟურჟუაშვილის სიტყვები მახსოვს ნახაც რომ ხატავ ყოველთვის იმის შენიშვნები მახსენდება და იმის მიხედვით კიდე ვითვალისწინებ იმის რჩევებს კიდე გამოვარჩევდი ჟორა კუსრაშვილს რომელმაც პირველი გაკვეთილი ჩამიტარა სამხატვრო სკოლაში სასწავლებელშიც გვერდში მიდგა ყოველთვის და რჩევებს მაძლევდა დარიგებას ძალიან ბევრი მასწავლებელია კიდე რა ვიცი ყველა სიკმაყოფილი ვარ ყველა გვერდზე მიდგა თუმცა ვიცი რომ მე თქვენი მოღვაწეობა ამით არ დასრულებულა რამოდენიმე ჯერ სცადეთ კიდეც პედი ანტონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში რას გვეტყვით ამის შესახებ რა ფაკულტეტი იყო თქვენთვის ვაბარებდი გობელენის დიზაინის ფაკულტეტზე გობელენის განხრით სადაც მოხვდი ქულები დამაგრდა და ფასიანზე შემეძლო სწავლა და მაშინ ისეთი პერიოდი იყო ჩემ ოჯახს არ ჰქონდა საშუალება და ვერ გავაგრძელე ამის გამო სწავლა. ზუსტად ეს ხო არ გახდა აი თქვენი ყველაფრის
საწადელი, რასაც დღეს თქვენ აკეთებთ, ზუსტად იმან ხომ არის მოქმედა, რომ ვერ მოხვდით და ვერ გააგრძელეთ შემდეგ აკადემიაში სწავლა და ესე მოხდა უხრელად დღემდე შრომობთ და დღემდე დარჩით ამ თქვენი პროფესიის ერთგული. ესეც არის და ძალიან მიყვარდა საერთოდ ბავშვობიდანვე ხატვა და მე ეს პერიოდი ცხოვრებაშიც რაც ხდებოდა, ყველაფერი მოქმედებდა და მხოლოდ ხატვა თითქოს თერაპიასავით იყო ჩემთვის, მამშვიდებდა და მით უმეტეს სწავლა რომ მინდოდა. ხშირად ბევრი მხატვრის ნახატებს ვათვალიერებდი და მე თვითონ კიდე ცოდნას ვიმაღლებდი ამით. ანუ თვით შემოქმედებას ისევ და თვით რეალიზაციას თავს არ ანებებდეთ. მე მაინტერესებს დღევანდელი თეა. აი დღეს 2025 წლის შემოქმედი თეა, რა გეკნებით არის დღეს და რა არის მისი სურვილი. თუნდაც მომავალი წლის ამ დღეს რომ გავიხსენოთ ჩვენ დღევანდელი დღე და რა გეგმები გვაქვს, რაზე ვოცნებობთ და რა გვინდა რომ ხოჩესხმული დავტოვოთ. გეგმები ბევრი მაქვს, მინდა ხალხმა პირველ რიგში ჩემი ნამუშევრები გაიცნოს. მაშინ ასე კითხო, თქვათ გაიცნეს, მერე გაიცნეს უკვე და იცნობენ თეა გოლოშვილს. ნუ ისედაც გვიცნობენ, ვიცი რომ ვიცნობენ, მაგრამ აი გავიდა თქვენი სახელი და გვარად ფართო დიდ არეალზე, მერე რა ხდება? მე მაინტერესებს თქვენს ცოდნას თუ გადასცემთ შემდეგ თაობებს. გადავცე. მე აქამდეც მყავდა მოსწავლეები, ახლა ისე მოხდა წელს ვერ ავიყვანე ბავშვები. სტუდია ჩამოვაყალიბე შარშან, რომელსაც ჭიამაია დავარქვი. მე ვიცოდი ამის შესახებ და ამიტომ ვიტყვით, იმიტომ რომ აუცილებელია ის ცოდნა, ის გამოცდილება, რასაც ხელოვანი აგროვებს. სექტემბრიდან ისე ვაპირებ გავაგზავნო ჩემო წაფეებთან ერთად. და ვფიქრობ ძალიან კარგი იდეაა, იმიტომ რომ ის თვითაღმოჩენები, რასაც თქვენ ნამუშევრებში ვხედავთ და იგრძნობა ეს თავისით არ მოდის, ეს არის ძალიან დიდი შრომის მიღწეული და შრომის ფასადი და თვლი და ვფიქრობ, რომ ეს მომავალ თაობებს უნდა დარჩეთ უკვე გამზადებული, იმიტომ რომ ამაზე აღარ დაკარგო მომავალმა თაობებმა დრო და რამოდენიმე ნაბიჯით გავუსწროთ. მე ვიცი, ევროპაში, კერძოდ იტალიაშიც, ესპანეთშიც აბსოლუტურად სხვა დონეზე არიან, თუმცა ჩვენი ფერწერა და ჩვენი ბავშვების ნამუშევრები აბსოლუტურად აცდენილია მათ. ჩვენ რაღაც სულში გვაქვს, იმას ვერაფერი გააჩერებს. მე მინდა ვუთხრა თეას წარმატებების შესახებ, თეა არის ჩემი კოლეგა, ჩემი ბავშვობის მეგობარი. მე მინდოდა თეას შესახებ ძალიან ბევრს ცოდნოდა და არა მარტო მე. თეა გახლავთ ქართველი მხატვართა თანამედროვე ლიგის წევრი. აქტიურად იღებს გამოფენებში მონაწილეობას, არის რამოდენიმე დიპლომის და სერტიფიკატის მფლობელი და ძალიან თბილი და ძალიან ტკბილი მასწავლებელი. მე ამით ვერაფერს ვერ დავამატებ. დანარჩენს თეა თავის სათქმელს იტყვის აუცილებლად დიდ საზოგადოებაში და ფართოდ მხატვრობაშიც. თეა წარმატებებს გისურვებ. მე მიხარი ხარ, მე ვამაყობ, რომ ჩემი მეგობარი ხარ და ესეთი კარგი ფილმწერი დეკორაციასთან ერთად შეწყმული. წარმატებებს გისურვებ, მრავალ აღდგომას. კეთილი ყოფილიყო შენიკები ჩვენ სტუდიაში და ვისურვებ კიდე ძალიან ბევრ სტუმარს ამას იასამნისფერ გარემოში. თეა იყო დღეს დღევანდელი დებიუტანტი ამ გადაცემის. მე ვამაყობ ამით და ასევე გირჩევთ თქვენც, ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც გყავთ ასეთი მეგობარი, ვისი არსებობაც უნდა იცოდეს საზოგადოებმა, ვინც ქმნის, ვინც აკეთებს, ვინც ბრძოლობს, ვინც შრომობს. ნებისმიერ შეგიძლიათ მოიყვანოთ ჩვენ სტუდიაში ამ თბილ გარემოში. დასხდეთ ფინჯან ყავასთან, იმ შემთხვევაში თუ ვსვათ. ჩვენ ახსოვთ. ფინჯან ყავასთან და ისაუბროთ თქვენსა და თქვენი მეგობრების შესახებ. წარმატებებს გისურვებთ. ველოდებით.
თაკო, ჩვენ ახლა ვნახეთ კოლაჟი თეას ნახატების და მინდა გითხრა, რომ მართლა აღფრთოვანებული ვარ და ახლა რო გისმენდით და გიყურებდით, ძალიან კარგი დამთავრება ქონდა გაკეთებული, რომ სხვებსაც მოუწოდე, რთული იყო? არანაირად, იცით რა არის? რთული არის ის, რაც არიცი და იბრავე და რაც ხარ შინაგანად და როცა გულწრფელი ხარ, არც რესპონდენტის ამპლუაში არ არის რთული და არც წამყვანის ამპლუაში. მე ასე ბატონო, იმედია, კიდევ არაერთხელ იქნები ჩვენი სტუმარი, უკვე შენ სტუმრებთან ერთად და ეთიასნაირ საინტერესო ადამიანებს აღმოგვაჩენინებ. მოკლედ, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, რა ლამაზია უკან ჩვენი კედელი, ეს დღეს თეას ნახატებია, თუმცა გადავწყვიტე, რომ ყველა სტუმარს, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება, თავის წამყვანთან ერთად, წამყვანიც ხო ჩვენი სტუმარი იქნება, ვთხოვოთ, რომ რაღაც თვითონ ნივთი დაგვიტოვოს, რომელიც აი ამ კედლებზე განლაგდება, მაგიდაზე განლაგდება და შევქმნათ ის მუზეუმი, რომელი მუზეუმი შემდეგ ტკბილად და ლამაზად გაგვახსენებს აი ამ წლებს. ასე რომ გელოდებით თქვენი ნამუშევრებით, თქვენი იდეებით და თქვენი ახალი წინადადებებით. ქალბატონო ქეთი, ჩვენ გქონდა თქვენთვის სიურპრიზი, მოგეხსენებათ მოდის აღდგომა და აი ეს ამან ძალიან ხდება აღდგომა. თეას შესრულებით ეს თქვენ ოფისში. აი, პირველი წილო იქნება თქვენი მუზეუმის პირველი ბინადარი. პირველი ბინადარი და ძალიან კარგი, დიდი მადლობა თეასაც და მშვიდობებით და მრავალი ბედნიერი, მშვიდობიანი და წარმატებული აღდგომა გაგრძელებოდეთ.